საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილის ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო კვლავ აკრიტიკებენ, ქართველ ხალხს კი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმა საქართველოსთან დაკავშირებით შეფასებები ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპულ გზაზე დაბრუნება სურს, თუმცა მთავრობა სრულიად სხვა კურსით მიდის. კითხვაზე უჭერს თუ არა მხარს ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ბაიბა ბრაჟემ უპასუხა, რომ ლატვია ამას დიდი ხანია მხარს უჭერს. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ სალივანთან ერთად განიხილავენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს რუსულ ხომალდებთან და იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან. We know for clear that Georgian people want to return to the path of Europe. ცხადად ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპულ გზას დაუბრუნდეს. საქართველო კარგად მიდიოდა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და იყო მკაფიო ვალდებულებები ამ გზის გასაგრძელებლად. შემდეგ არსებულმა მთავრობამ საერთოდ შეცვალა ეს კურსი. უკმაყოფილო ვართ ახლა რაც ხდება. არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ეროვნულ დონეზე საკმარისად დიდი რაოდენობის მაღალჩინოსანი შევიყვანეთ სანქციებისა და პერსონა ნონ გრატას სიაში შეკრების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. რაც შეეხება მათთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, ამას დიდი ხანია მხარს უჭერთ და პოზიცია არ შეგვიცვლია. ქართველ ხალხს სურს დაუბრუნდეს სიტუაციას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ცვლას ევროკავშირისკენ. გახდებიან თუ არა წევრები, სხვა საკითხია, მაგრამ სულ მცირე შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირის ღირებულებებსა და რეგულაციებთან. ასეთ განვითარებას რა თქმა უნდა მივესალმებით. საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. მარია სტენეგარდი ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირს ძალიან სწრაფად შორდება. მისივე თქმით, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების საკითხები საქართველოში სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს. საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ძალიან სწრაფად გამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ. ეს არის ის, რაც ძალიან მაწუხებს. ვცდილობთ, რომ ყველანაირად მხარი დაუჭიროთ მოქალაქეებს, რომლებიც დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის მუშაობენ, რაც ჩვენ საქართველოში სასწრაფო ყურადღების მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია. საქართველოსთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ თქვა, რომ აფასებს ქართველი ხალხის ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. შეკითხვა მასაც ევროსკოპის რედაქტორმა თამარ ნუცუბიძემ დაუსვა. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი შემდეგია. ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვქონდა და ასევე მეც მქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, რომ ჩვენი აზრები პირადად გამოგვეხატა მათთვის, ვისაც ეს ეხება. შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ასევე ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა და სუდანში განვითარებული უახლესი მოვლენები განიხილეს. ამასთან მინისტრებმა წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ბელარუსის ჰიბრიდულ თავდასხმებსა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ხელმძღვანელობდა.